გამარჯობა, მე ვარ სესე მესხი. დღეს კაცხის სვეტზე და კაცხის მონასტერზე კი ამბობთ. კაცხის სვეტი ჭიათურაში მდებარეობს, რომლის სიმაღლე 40 მეტრია. სვეტის ზედა ბაქანზე მე-5-მე-6 საუკუნეების ორი მცირე ზომის ეკლესიის ნანგრევებია. ამჟამად სვეტზე არსებულ პატაწინა მონასტერში განდეგილი ცხოვრობს. მონასტერთან მისასვლელი 131 საფეხურიანი შვეული კიბე არის, რომელიც განდეგილს თითქოს ზეცისკენ მიუძღვება. სვეტის დასავლეთით უძველესი მარანია, სადაც ღვინოსა და წყალს ვინახავდნენ. კაცხის სვეტი ტექტონიკური ძვრების შედეგად გაჩენილი კლდოვანი მასაა, რომლის ფართობი 150 კვადრატული მეტრია. კლდის ძირი გამოფიტულია და ქმნის დაქანებას, რომელიც კლდეს რთულსა და მიუდგომელს ხდის. კაცხის სვეტზე მხოლოდ მამაკაცები დაიშვებიან. სვეტის ძირას პატარა ეკლესია და მუზეუმია. კაცხი სვანური სიტყვაა და მწვერვალს ნიშნავს. ცოტა რამ კაცხის მონასტერზე. კაცხის მონასტერი ჭიათურაში, სოფელ კაცხში მდებარეობს. ძეგლი მე-11 საუკუნეებით თარიღდება. კომპლექსი მოიცავს გუმბათოვან ეკლესიას, გალავანსა და სამრეკლოს, ტაძრის კორპუსი და გუმბათის ყელი 6 აბსიდიანია. ტაძარს 12 ფანჯარა ანათებს. ნაგებობა შემკულია ჩუქურთმებით. დღეისათვის პირვანდელი სახე მხოლოდ გარშემოსასვლელის ნაწილს აქვს შენარჩუნებული. ტაძრის ერთ-ერთ გამორჩეულ ღირს შესანიშნაობას 4 ანგელოზის მიერ ჯვრის ამაღლების შენა წარმოადგენს. ტაძრის ყველა შესასვლელის თავზე განლაგებულია მის გამოსახულებები. ტაძრის ყველა ბარელიეფი შემკულია ასომთავრული წარწერებით. ტაძარს გარს უვლის 5-კუთხა გალავანი, რომლის აღმოსავლეთ კუთხეშია ჩაშენებული 2-სართულიანი სამრეკლო. მისი პირველი სართული კარიბჭის ფუნქციასაც ითავსებს. ქვია საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გამორჩეული ფეოდალი ლიპარიტ მეოთხე ბაღვაშის საფლავი. ტაძრის ფრაგმენტები დაცულია ხელოვნების მუზეუმში. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დამიწერეთ ლაიქები. გამოიწერეთ ჩემი გვერდი დუდუს და სესეს ფარადი სამყარო. მიყვარხართ!